მოგესალმებით ძირფასებო. პირველ რიგში გილოცავთ ნინოობას, დავესწროთ მრავალ ჯანმრთელად, ბედნიერად და ყველა წმინდა დღესასწაულის ნინოობის თამადობით მადლი და ძალა იყოს ჩვენი და ყველა ჩვენი საყვარელი ადამიანის ფარველი. მაგრამ ეხლა კომენტარებზე ცოტა ისეთი განსხვავებულ კომენტარებზე ან ხშირად დასმულ კომენტარებზე გაცემის მომენტი მაქვს პასუხის და ხა TikTok-ზე ჩავწერე და გადავწყვიტე ბარემ YouTube-ზე ჩავწერო ეს კითხვა დამისვა 3 დღის წინ თამიმ და ანუ არ დავალა იქე რომ მე პასუხა იმიტომ რომ ანუ ფიქრობ რომ მნიშვნელოვანი და აქტუალურია და ჩემი დამოკიდებულება ამის შესახებ მინდა რომ იცოდეთ დღეს ვერაფერი გადავიღე, იმიტომ რომ დილას დავასრულე სერიალი, რომელიც ძალიან მომეწონა, ტურის დღე ახალი ქვია, ახალი სერიალი ასე ქვია. ჩემი აზრები ასწრებს ჩემს ენას, წარმოიდგინეთ. ჩემს ენას რამე გაასწრებს. ხო, და ესე იგი, ნუ არ ვიცი, გუშინ უყურე 8 სერიას, რა ვანახევარ ღამე. და დღეს უყურე დანარჩენს და აი ძალიან მეშინა და იმედი არ გაეცრუებინა ბოლოს და არ გამიცრუა. აი ჩემთვის იდეალური სერიალი. არ ვიცი როგორ მომწეპრს და ვერ გადმოვცემ ასე რომ ვისაც ეს ჟანრი გიყვარს წინ დიდი სიამოვნება გელოდებათ და გირჩევთ. ეხლა მინდა რომ ვუპასუხო კითხვას, მხოლოდ ამ კითხვას რომ იყოს ეს ვიდეო ცალკე ვიდეოს სახით. თამი მეკითხება. სულ მაინტერესებს ნინი შენი რეაქცია როცა ხვდები რომ სხვები ერთ-ერთში აკოპირებენ შენს ქცევებს, შენს საუბარს და ასე შემდეგ. მინდა რომ აი ამ თემაზე ვისაუბრო. ცხადია, ესე იგი მე ვარ lifestyle vlogებში, ანუ ყოველდღიურ vlogებში, ადამიანი რომელმაც ეს საერთოდ საქართველოს შემოიტანა და ვინც აი შიშველი ხელებით ეკალბარდი ასე გაგლიჯა და გზა გამოაჩინა. მე ვარ ადამიანი რომელმაც უდიდესი ჰეითი მიიღო საკუთარ თავში მაშინ როცა იყო ყველაზე მოწყვლად, იმიტომ რომ ბევრჯერ მithქვამს აი ახალი აი დეპრესია რომ მქონდა 10 წელი ისეთიო საწოლენ ვერ ვდგებოდი, ისეთიო თავს ვერ ვიბანდი, ისეთ სულად ვიყავი. ისეთი რომ საჭმელით და ყველაფრით შველოდი თავს რომ თავი არ მომეკლა აი ასეთ დეპრესიის მერე წამოვდექი ფეხზე ჭარბი წონით სრულიად საშინელი ჩამონგრეული კედლებით საშინელი ტელეფონის საშინელი კამერით უბრალოდ ავიღე კამერა ხელში და ვთქვი რომ მე ვინც ვარ აი ამას გავაზიარებ და ეს საკმარისია რომ ხალხი ჩემთან იყოს საკმარისია ადამიანებს მე ვუყვარდე ну სიძულვეზე მაშინ არ ვფიქრობდი, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა. და მე მივიღე ძალიან დიდი რაღაცა. პირველი, რა თქმა უნდა, მივიღე ჩემი უსაყვარლესი საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს. მივიღე უდიდესი უკუკავშირი და ვიპოვე ადამიანები, რომელსაც ვერასდროს ვიპოვიდი YouTube-ის დამსახურებით, ჩემი სულის ადამიანები. ну, ნეგატივი ყველგან და ყოველთვის არის ხან ბიზნეს საქმეში, მაგაზე არ ვისაუბრებ. უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ რადგან მე ვარ პირველ დამწყები აი ამ კონკრეტული სფეროსი ცხადია რომ მე ვარ мотиваცია ძალიან ბევრი ადამიანის. მე ვამბობდი რომ რაც გინდა და რაც გიყვარს უნდა გააკეთო. მე პირადშიც ძალიან ბევრი ადამიანისთვის მithქვამს რომ რაც გიყვარს აუცილებლად რომ ეკითხებოდნენ რჩევას გავაკეთო თუ არა. რაც გიყვარს და თუ გიყვარს და თუ გრძნობ რომ შენია აუცილებლად უნდა გააკეთო. უნდა სცადო მაინც, იმიტომ რომ თუ არც ვერასდროს მიხვდები შენია თუ არა. შეიძლება რაღაცაზე გეგონოს რომ შენია სცადე და ნახე არ არის შენი, ამ პირიქით არ იცოდი, ეჭვი გეპარებოდა, მაგრამ გააკეთე და ნახე რომ თურმე ძალიან შენი ყოფილა. ამიტომ მე ყოველთვის იმის მომხრე ვარ, რომ ადამიანმა რაღაც სცადოს, ვიდრე მაგალითად იჯდეს და მთელი ცხოვრება იფიქროს, ვაიმე ეს რო გამეკეთებინა და ასე შემდეგ. ანუ მე ვარ ადამიანი, ვინც мотиваციას ძალიან დიდ აძლევდა სხვა ადამიანებს, რომ გაეკეთებინათ. გაეკეთებინათ არხი, თუნდაც და ნებისმიერ რაღაცა, რაც მათთვის იყო საინტერესო და საყვარელი. და მე ძალიან დიდი პირველი ემოცია რაც ჩემთვის მოქონდა იმას რომ ჩნდებოდა სხვა ადამიანების ვლოგები ეს პირველი ემოცია იყო ძალიან დიდი სიხარული ძალიან დიდი სიხარული რომ სხვა ადამიანებმა გაბედეს და როცა ვხედავდი ჩემს სიტყვებს ჩემს ფრაზებს ჩემს სათაურებს ჩემი გადაღების სტილს დღემდე ასეა თუ დააკვირდებით როგორც კინინი შეცვლის გადაღების სტილს იცვლება გადაღების სტილი როგორც კინინი რაღაცა დიდს წამოიწყებს ეს ტალღათ ედება ყველას ანუ იქმნება შეიძლება ითქვას რა ვიცი ტრენდი მაგალითად წონაში კლების ხო ან ნებისმიერ რაღაცის ხო ანუ
მე რო ვიწყებ და სხვა ადამიანებს რო ამითი, ანუ ინთებიან და мотиваცია ეძლევათ, ჩემთვის ეგ არის საოცრება. იმიტომ რომ ეს იმას ნიშნავს, რომ მე ჩემს საქმეს ძალიან მაგრად ვაკეთებს. ანუ შე რო იყო мотиваტორი სხვისთვის ეს რას ნიშნავს? ერთი, უნდა იყო უმაგრესი პროფესიონალი და მეორე ადამიანი მოხიბლული უნდა იყოს შენით. ანუ ადამიანი შენ არ დაგაკოპირებს თუ არ თulis რომ კარგი ხარ. და პირველი ემოცია რომელიც მე მქონდა და მაქვს დღემდე როცა ვხედავ რაღაც დროის მერე ჩემს სიტყვებს, ჩემს აზრებს, ჩემს ფრაზებს, ყველაფერს, გადაღებას, ანუ სტილს, აბსოლუტურად ყველაფერს. როცა ვხედავ და სადაც ვხედავ, ეხლა თქვენ ვინც ხართ რაიმე საქმეში პროფესიონალი, ყველა გაიგებს რასაც ვიტყვი. როცა შენ რაღაცას ქმნი, შენსას, რომელიც აი შენ სული და გულია. ვიღაცა სხვა რო წაიღებს და თავისთან იმას დადებს. შენ ყოველთვის იცნობ, რომ ის შენია. რაც არ უნდა თავის სახელი დააწეროს, ლოგო მიაწეროს, მიახატოს, დაგარწმუნოს, ანუ შენ სიტყვებს, შენ ფრაზებს, შენსას. მიყვარ. ხო, მიყვარ. ანუ რაც შენია, შენ იმას ყოველთვის ხედავ და გცნობ. რა? ჩომა იყარი. კარგი. მიყვარ. ხო, და მე ყოველთვის ვცნობ. შეიძლება ადამიანი იმდენ ხანს მიყურებდა, რომ მისი ნაწილი გახდა ეს ყველაფერი და ეს ჩემთვის საოცრება. ეს ჩემთვის საოცრება. მე ეს მახარებს ძალიან. და მერე უკვე გარდა სიხარულისა და სიამაყისა, რომელიც პირველად მოდის. მერე უკვე მამას მოყვება გაოცება, გაოგნება, ზოგჯერ ბრაზი უსამართლობის გამო და ავხსნი რატომ? იმიტომ რომ ადამიანებმა, რომელიც მაგალითად ვერასდროს გაბედავდა, მე რო არა, ზუსტად ვიცი, ტალახი სრულად ამიწყეს. ისინი ვინც პირდაპირ არ აიღო ხელში ტალახი, რომ ვინც საკმაისად ჭკვიანია იმის, რომ ხელში პირდაპირ არ აიღოს ტალახი, რომ თავის ხელზე არ დარჩეს ეს ტალახი. ისინი ამას თვით როგორ აკეთებენ? აი, ამან კიდე უფრო მეტად შემზარა, ვიდრე იმათმა, ვინც პირდაპირ ტალახს მესვრიან. ანუ უბრალო საუბრებში გარეული რაღაც ისეთი, რაც შენ გამცირებს. ანუ ხვდებით რასაც ვიძახი. ანუ ცდელობა თავის ემოთაყენების და უბრალოდ საუბარში გარეული სხვისი დამცირება. იმის, ვინც შენ იცი, რომ შენზე მაღლა. მარტო იმიტომ, რომ ამას არასდროს არ იზავს, რასაც შენ აკეთებ. მე რატო გამიკვირდა და რატო გაუბრაზდი? გაუბრაზდი იმიტომ, რომ მე არ მიყვარს უსამართლობა. მე მაბრაზებს ხოლმე ყველა უსამართლობა. და გაუბრაზდი ამ უსამართლობაზეც, რა თქმა უნდა. გავოცდი იმიტომ, რომ მე თუ კი ვინმეს გარამე მინახავს და მომწონებია. არ აქვს მნიშვნელობა. ჩემზე მეტი გამომწერი ყავს, ჩემზე ნაკლები გამომწერი ყავს. მე ყოველთვის არ აქვს მნიშვნელობა ის ვინ არის. მე ყოველთვის ვამბობ, რომ მე შთაგონების წყაროი აქედან ავიღე. მე ვერც კი წარმომიდგენია, რომ მე ვინმესგან შთაგონების წყარო ავიღო და ეს ადამიანი მძულდეს. მე ვინმესგან რამე ვისწავლო, რაღაცა მოდელი წავიღო და ეს ადამიანი გავლანძო, ან ვუკბინო, ან უბრალოდ ცუდი ვუსურვო. მე ეს ვერც წარმომიდგენია. ანუ ჩვენ ყველა ხოთ საკუთარ თავიდან განსჯით ყველაფერს და ვუყურებთ. მე ეს მაოცებს და გამაოცებს მუდა. მე ვნახე ადამიანები, რომლებიც მე პირში მაქებენ და აგულებენ ჩემს ალანძღავს სიტყვებს. განმარტების გარეშე. შეიძლება დააგულო, იმიტომ რომ შენ შეგაქო და სხვა გალანძღა. და უთხრა, რომ მე ეს იმიტომ გავაკეთე, რომ აი შენ მე ესე მითხარი, მაგრამ მე არ გეთანხმები ამაში. არა. ის მოდის შენთან. გამოხატავს სიყვარულს. და მე ამას აკეთებს. რა ქვია ამას?
მარიამ ბლანკთან, როცა ვიღაცა ჩემი ჰეითერი მივიდა და ჩემზე ცუდი დაუწერა, ისე რომ ის შეაქო. ანუ აიცით რა უკნა. აი ბდღვირიადინა. ბუმბული არ დარჩა იმ ადამიანის. კი არ დაბლოკა ისე უპასუხა თავისით გაიქცა. აი ეს არის მეგობრობა. მე ასეთი მეგობრები მყავს. და ისეთ ცოცხალს. 1000 ჯერ ჩემი აი ესეთი მუდამ ჩემს გულში ცოცხალი ბლანკი მირჩევნია. და მე რჩება ყოველთვის. ეს ვარ მე და ასეთები არიან ჩემი მეგობრები. მე ვერაფერს დამაკლებს ზურგს უკან, ნატლიკინები ენები. მე ვერაფერს დამაკლებს ტალახი, რომელსაც სხვები მესვრიან. მე ვიცი მე ვინ ვარ. მე ძალიან ბედნიერი ვარ, როცა არიან ადამიანები, ვინც შთაგონების წყაროს იღებენ ჩემგან და ამბობენ, რომ ეს ასეა. ძალიან ბედნიერი ვარ. ვთვლი, რომ აი ამ ადამიანებს ვისაც შეუძლიათ აღიარონ. რომ мотиваციის წყარო სხვა არის. ესენ დიდი ადამიანები არიან. მარტო პატარა ადამიანს არ შეუძლია აღიაროს სხვა. ისევე როგორც მხოლოდ ლამაზ ქალს შეუძლია აღფრთოვანდეს სხვა ქალის სილამაზით. ვინც თავს ლამაზად არ ცვლის, ლამაზ ქალს რო დაინახავს, იბოხმება, გულზე სკდება და არაფერს დიდებით არ აღიარებს იმის სილამაზეს. აი ესე ვეა პროფესიონალიზმში, ადამიანობაში, ყველაფერში. ვინც გულზე სკდება, ის შენ არ აღიარებს. მე ვნახე ადამიანები, რომლებიც განსჯიან იმ გოგოს, რომელიც დედის გარეშე გაიზარდა. იმაში, რაც შეიძლება ესწავლა დედა რო ყოლოდა. როგორ მივცემ ჩემ თავს ამის უფლებას ოდესმე. მე ძალიან ბევრჯერ მithქვამს ღმერთისთვის, ღმერთო, არ მიმიყვანო იმ დღემდე. რომ ასეთი გავხდე. ამიტომ მე კი არ ვაკონტროლებ სხვებს, მე ვაკონტროლებ ჩემს სულს, ჩემს ფიქრებს, ჩემ თავს. მე ვიცი, რომ პატიოსნება არ არის ის პიჟამო გაცვია, თუ საცვლებით დადიხარ კამერის წინ. არც რწმენა, პატიოსნება და რწმენა გულში და სულშია. ჩვენს და ღმერთს შორის არის. შენ შეიძლება სანთელი გეჭიროს. და შენი პირიდან, შენი გონებიდან, შენი სულიდან სიბინძურე იღრებოდეს. ღმერთს ვერ მოვატყუებ. ვერავინ ვერ მოვატყუებთ. გონია, რომ ასეთ ხალხს ღმერთის არ წამს, რომ წამდეს, როგორ ეცდებოდა. შიშის გამო კი არა, სიყვარულის გამო. იმიტომ რომ ჩვენ ხო ღმერთის ხატი ვართ. მისი ნაწილი ვართ. ანუ ის თუ არ გწამს, მისი უდიდეს სიყვარულის თუ არ გწამს, შენ ხო ისიც არ იცი სიყვარული რა არის, სიკეთე რა არის. ამიტომ მე, თუნდაც TikTok-ზე, რო შევდივარ, რო შევდიოდი რამდენიმე წლის წინ და მუკბანგს ვდებდი მე, იყო მარტო ჩემი მუკბანგები, ქართულად. და იმ ადამიანების პაროდიები ჩემზე, ვისაც მუკბანგების გადაღება უნდოდათ და მაგის ერთი ადგილი არ ყოფნიდათ, ეშინოდათ და პაროდიას აკეთებდნენ ჩემზე. და დღეს, უკვე ამდენი წლის წინ, ეგ სფეროც მე გავკვალე, მე გავხსენი კარი. მაგისი უდიდეს ჰეითიც მე მიიღე საკუთარ თავზე. დღეს მე შევდივარ TikTok-ზე. თითქმის ყოველ მეორეს ჭამის ვიდეო მხვდება. ეს ნორმალურია, ეს მშვენიერად, ეს დიდებულია. ეს მე აღმაფრთოვანებს და ეს მე მაბედნიერებს. მე უბრალოდ მაოცებს, იმაზე მეტად ვიდრე მაბრაზებს, მაოცებს ადამიანების ბოღმა და სიძულვილი, როცა თავისი პატარავეს ვერ ერევიან. იმიტომ რომ ვფიქრობ ჯამში, მეცოდებიან ესეთი ადამიანები. იმიტომ რომ არასდროს
ვერასდროს ასეთი ადამიანები ვერ გაფრინდებიან. ზემოდან, ზეციდან ვერ დახედავენ სამყაროს, იმიტომ რომ ფრთები არ აქვთ. და მე უბრალოდ მეწოდებიან ასეთი ადამიანები. მე არასოდეს არ უპასუხობ. იმიტომ რომ უპასუხო, მათნაირი უნდა გახდე. მე კიდე მათნაირი არ ვარ. შევაჯამებ. მე მიხარია და ძალიან მაბედნიერებს, როცა ადამიანები, რომლებიც ვერ გაბედავდნენ ხელში კამერის აღებას, არ აქვს ნიშნობა, როგორი კამერა აქვს, როგორი გარეგნობა აქვს, როგორ გარემოში ცხოვრობს. უბრალოდ აიღებს ხელში კამერას და გააზიარებს ამას, თავის ცხოვრებას, თავის რეალობას. მე მithქვამს ზოგჯერ ჩემი თავით, რომ ნინი რა მაგარია, ყოჩაღნინი მადლობა, რომ ამდენი ადამიანი თავის რეალობას აზიარებს აქ ჩვენთან საქართველოში. ამაში შენი წვლილი არის. მადლობა, მე მithქვამს ეს ჩემი თავისთვის. იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ეს ყველაზე მაგარი კონტენტია, როცა ადამიანი თავის სულს, თავის გულს და თავის ცხოვრებას აზიარებს. და მე ძალიან ბედნიერი ვარ, როცა აი ამის мотиваციის წყარო შეიძლება ვინმესთვის ვიყო. და კიდევ უფრო ბედნიერი ვარ, როცა ადამიანი ისეთია, ნათელი. იმაზე კიდევ წუხარ. ვიზეც წაღან ვისაუბრე. არასოდეს არ შეგეშინდეთ. სხვების ნეგატივის, იცით რატო? სხვის სიბინძურე თქვენ ვერასდროს ვერ დაგსვრით. სულაც რომ თავზე ლაფი ჩამოგასხან. ჩვენი სული. მაგას ვერ დასვრიან. თუ შენ თვითონ არ დასვარე. აი ეს არის ყველაზე მთავარი. მიყვარხართ. და მე უკვე ვიცი ხოლმე და ეგ მახარებს, რომ როცა მე რაღაცა ახალი სტილი ხედვა, გადაღების ფორმა, ტიტვები, თუ ნებისმიერ რაღაცას ვცლი, ვიცი რომ მალე ამას სხვებთანაც ვიხილა. და ეს მიხარია. აი ეს ცოდნა, რომ შენ ასეთი პროფესიონალი ხარ, შენ ადამიანებს გულში ცეცხლს უნთებ. ცეცხლს, შემოქმედების ცეცხლს. ეს ხაპარია. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი ჯილდო, რომელიც ღმერთმა მიბოძა. მე შემიძლია ვიყო სხვა ადამიანების мотиваცია. ბევრ რთულ საქმეში. მაგრამ სანამ მე ვარ, ვიცი რომ კიდევ ბევრი იქნება. და ეს საოცრება. ეს საოცრება. ანუ ეს უფრო მეტია. ვიდრე ჩემი. ხდებით? სამყაროც ხო უფრო მეტია ვიდრე ჩვენ. ერთი. მიყვარხართ. და ლაიქით ვიდეო, გამოიწერეთ.